ჩვენ არ ვართ იმისთვის შექმნილნი, რომ ნივთიერ რაღაცებში ვპოვოთ კმაყოფილება. მაღალ კლასებში რომ ვიყავი, ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ის წუთი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ბედნიერი ვიქნებოდი. მახსოვს, როგორ ვერ ვლდებოდი ჩემს მე-16 დაბადების დღეს, რადგან 16 წლისა მართვის მოწმობის აღებას შევძლებდი და ამის შემდეგ ბედნიერი ვიქნებოდი. შემდგომ იმას ველოდი, როდის მეყოლებოდა საკუთარი ავტომობილი. ვფიქრობდი, მანქანა რომ მეყოლება ბედნიერი ვიქნები მეთქი. ისიც მეგონა, რომ სკოლის დამთავრებაც ბედნიერებას მომიტანდა, მაგრამ ასე სულაც არ მომხდარა. მერე კი ვფიქრობდი, კოლეჯს რომ დავამთავრებ, ცოლს რომ მოვიყვან, შვილი რომ გვეყოლება, საკუთარ სახლს რომ ავიშენებთ, კარგ სამსახურს რომ ვიშოვი, ამას რომ ვიზამ, იმას რომ ვიზამ, მაშინ ვიქნები ბედნიერი. ასე ვცვლიდი ჩემს გეგმებსა და მიზნებს. მეგონა, რომ ჩემი ცხოვრების ესა თუ ის ეტაპი მომიტანდა ბედნიერებასა და სიმშვიდეს. შემდეგ გავაცნობიერე, რომ იმისთვის არ ვართ შექმნილნი, რომ ნივთიერ რაღაცებში ვეძებოთ კმაყოფილება. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ო უფალო, შენ შეგუქმენი შენთვის და ჩვენი გულები მანამდე ვერ მოისვენებენ, სანამ შენში არ პოვებენ სიმშვიდეს. შეგვიძლია ცოტაოდენ შევცვალოთ ეს სიტყვები და ვთქვათ, ო უფალო, შენ იმისთვის შეგუქმენი, რომ მხოლოდ შენში ვპოვებდეთ კმაყოფილებას. რადგანაც მანამდე ვერ დავკმაყოფილდებით, მანამდე ვერ მოვიკლავთ წყურვილს, სანამ ცოცხალ წყალს არ შევსვამთ, რომელიც არის ქრისტე.